გამარჯობათ პატრიცემულებ. როგორ ხართ? ჩვენი წევრები, უსინათლოები. ზოგიერთი არის აქტიური, ზოგიერთი არ არის აქტიური. საერთოდ არ არის ბევრი აქტიური, არც ჩანს. ახლა სოციალურ ქსელებში ხშირად მოსჩანს გოგოები არიან. ესმა, თიკო, ნანიკო. და საუბრობენ თავის პრობლემებს და გლობალურად ჩვენზეც და ქვეყანაზეც რაც ხდება. შეიძლება ზოგმა თქვას, რომ აი რატომ მოგვაბეზრეს თავი ამ ტრანსპორტში გამოცხადებების უთქმელობის გამო. ხშირად რატო საუბრობენ გუშინდელ ვიდეოში უსმენდი კიდე, რომ ეს კონდიციონერი იყო ჩართული და საღამოს ხალხი რო არ იყო გაიყინა კიღამ შიგნით სიცივისგან და არ დაუწია მძღოლმა კონდიციონერს. ეს ყველაფერი ხო უნდა კონტროლდებოდეს და ვიღაცა ითქვას, რომ არ შეგვჭამეს, თავი გადავჭამეს. კი არ გადავჭამეთ. იმას ვითხოვთ, რასაც სხვები ჩვეულებრივად იღებენ. უფლისგან ნათქვამია, ხომ? მარტო ღვთისმსახურებზე არ არის ნათქვამი. რაც მოგეცათ უსასყიდლოდ, გაიცით უსასყიდლოდ. ის მარტო ღვთისმსახურებზე არ არის, ადამიანებზედაც არის ნათქვამი. თქვენ შეიძლება რომ დადიხართ, ხედავთ და ჩვეულებრივად აღიქვამთ ხმაურს. ირგვლივ რა ხდება, მაგრამ ჩვენ ხო ვერ ხედავთ ამ ყველაფერზე გვინდა ვიღაცამ კომენტარი გაგვიკეთოს კითხვას. და ვერ გებულობთ რა დროს რა ადგილზე ვართ. მართლა ხო არ არის სხეული ისეთი, რომ შეიგრძნოს ირგვლივ რა ხდება. მაგრამ მე თქვენც მესმის ხალხის, რომ შეიძლება ოჯახის წევრებსაც ჩვენ ასისტენტები გვყავს კიდე დანიშნული და შეიძლება ის ასისტენტებიც ნერვიულობენ და განიცდიან, რომ ხშირ შეკითხვებს უსვამთ. ეს რატოა მაგალითად კიბეებზე ჩავდივართ, ამის წინ უსმენდით იკო ბეკოშვილს კიბეებზე როგორ ჩადის, რომ ის სხვებსაც აძლევს მაგალითს, რომ ადვილად ჩაიაროს. ეს ხო ჩვენთვის გამოცდილება, როგორ წაიკითხოს SMS-ი, ხმოვანი პროგრამა რატო გვაქვს. მით გვაქვს, რომ იმდენად აღარ შეგაწუხოთ მხედველი ადამიანები, რომლებსაც თავისუფლად შეგიძლიათ დაინახოთ, გადაადგილდეთ. მაგრამ არის მომენტები, როცა ჩვენ გვჭირდება მაინც. მომენტები არა, უმეტეს შემთხვევაში გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ხედავენ და უნდა დაგვეხმაროთ. ყველანაირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ხმოვანი პროგრამა და ახალი რაც არის გამოგონება, ხო? ტექნიკა. ჩვენ იმდენად ვერ უზრუნველყოფს, რომ თავდამოუკიდებლები გავხდეთ. ამიტომ ნუ დაგზარდებით. ნურც გაგკითხავთ. მოგვეტყვით, რომ რატო ვაკეთებთ ამ ვიდეოებს, ამ ჩანაწერებს, რატო ვაკეთებთ. იმიტომ ვაკეთებთ, რომ დაგვინახოთ. თუ რამეს გააკეთებთ, შეგვეკითხოთ. ჩვენ ხო ვითხოვთ ამას. კი არ ვითხოვთ, გვინდა, გვჭირდება სასიცოცხლოდ. ამიტომ თანაგრძნობა, ემპათია. ყველაფერი ხომ უფლისგან მოდის. უსასყიდლოდ და გაიცით. თქვენც უფალი შეგისმენთ და ბედნიერები იქნებით. ამით რომ ადამიანს დაეხმარებით. შეიძლება ვერ ხვდებით, რომ ჩვენთვის როგორი მნიშვნელოვანია ის ხმების გაგონება. ის შუქნიშნებზე რომ ისმის წკაპ, რატო ისმის, რომ ჩვენ მიმართულება მივიღოთ. იმიტომ რომ ძალიან ძნელია სიბნელეში ცხოვრება. რა კარგია, გადავრჩით. ავადმყოფები რომ მე მაგალითად ავად ვიყავი და გადავრჩი. მაგრამ კი გადავრჩი, მაგრამ ამ ხალხის რისხვას როგორ უნდა გადავრჩი. გადავრჩა რა ბედნიერება სიკვდილს ხო სიცოცხლე ჯობია, მაგრამ ის თქვენი გაკეთებული კომენტარები მარტო ტელეფონში და Facebook-ზე კი არა. პირად ურთიერთობებში, ეზოში, სუფრაზე, ნათლობებზე, შეხვედრებზე. ის კომენტარები, რაც ჩვენ გვესმის, ჩვენ მისამართით, არ გზუგავენ. ისეთ რაღაცას გვაკადრებენ, რომ საერთოდ ვერ იხედები. საერთოდ
აბა როგორ ჭამს საჭმელს? აბა წყალს როგორ სვა? გინდა ძალიან გაიგო? აიხრია თვალები და გაიგე. მოკლედ და კონკრეტულად. ასე რომ ჩემო მეგობრებო, თუ რამეს აკეთებთ თქვენთვის. ჩვენ მადლობლები ვართ, მაგრამ თქვენთვის, რომ თქვენ იყოთ ცხოვრებაში და იგრძნოთ თავი, რომ აი როცა შეგეძლოთ, არ დაეხმარეთ. როცა შეგეძლოთ, ხელი არ გაუწოდეთ. ამის სინდისმა შემდეგ სინდისის ქეჯნამ არ შეგაწუხოთ. აი ეს აყვარები. კარგით დროებით.